ჩვენ მოვისმინეთ, რომ ორი კვირით შეწყდა ცეცხლი. ამის მერე ირანმა კიდევ დაარტყა იქ რაღაც ისრაელს და ამერიკულმა მხარემ განაცხადა, რომ ეგო ველოდითო ჩვენ მცირედ არტყმებს, იმიტომ რომ მათო კომუნიკაციები გაუნადგურეთ და გუშაკთა კორპუსთან შეიძლება ცენტრის კომუნიკაცია დაგვიანდა. ლიბანში გრძელდება ისრაელის ახორციელებს, ნუ ამაზე ტრამპმა თქვა ეს არ შედის ცეცხლის შეწყვეტის ნაწილში, რასაც ირანელები არ ეთანხმებიან. რა ვიხილეთ ჩვენ დღეს, რა გავიგეთ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? მოდი აი პატარა ქრონოლოგიურად მივყვეთ ამ ფაქტობრივ გარემოებებს. ცხადია ხა მთელი ერთი თვის და თვეზე მეტია რაც მომდინარეობს ამის აღწერას ხა ჩვენ არ დავიწყებთ, იმიტომ რომ ეს ჯერ არაერთხელ გაკვეთებია და დღევანდელი ჩვენი გადაცემის დროც არ გვეყოფა, მაგრამ აი უშუალოდ აი ამ ტრამპის მუქარიდან, აი ულტიმატუმის გამოცხადებიდან მივყვეთ ქრონოლოგიურად მოვლენებს. რამოდენიმე ხნის წინ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა ძალიან როგორც შენ აღწერე, რაღაც აპოკალიფტური მუქარა, რაღაც არმაგედონით დაემუქრა ცივილიზაციის გაქრობით დაემუქრა ირანს და გარკვეული დედლაინი გამოაცხადა. ეს დედლაინი უნდა ამოწურულიყო დღეს დილით. დაახლოებით თუ არ ვცდები ჩვენი დროით 4 საათს, დილის 4 საათს. და ნუ სხვადასხვა მოსაზრებები იყო, მათ შორის ზოგიერთი ამერიკელი სპიკერი იმასაც ამბობდა, რომ შესაძლებელია ტაქტიკური ბირთვული იარაღი იქნას გამოყენებული, რაც ნუ მე ეგრევე მაგალითად ეჭვის თვალით შევხედე ამ ინფორმაციას, იმიტომ რომ ეს არ არის მარტივი ბირთვული იარაღის გამოყენება, რაც არ უნდა შეშლილი იყოს ტრამპი და არ არის დამიჯერე ტრამპის შეშლილი, უბრალოდ შოუმენია და საკმაოდ რაციონალური ადამიანია. პლუს არსებობს იქ უამრავი კანონით არის განსაზღვრული, მოკლედ რა შემთხვევაში შესაძლებელია ბირთვული იარაღის გამოყენება. საერთოდ ყველა ქვეყანას აქვს ბირთვული კონცეფცია. კი, ცხადია ხა ეს დაწერილი კონცეფციები, კანონები ირღვევა, მაგრამ ამ შემთხვევაში ბირთვული იარაღის გამოყენება არ არის ის საკითხი, რომლის მარტივად დარღვევა არის შესაძლებელი. ეს არის იმ ტიპის შეიარაღება, რომელსაც მარტო, ანუ ბირთვულ სახელმწიფოებს შორის არსებობს შეთანხმება. ძალიან დეტალურად, სკრუპულოზურად არის გაწერილი ყველა ქვეყნისთან ბირთვულ კონცეფციაში. რუსეთი იქნება, ეს ამერიკა იქნება თუ ჩინეთი იქნება, რა შემთხვევაში არის ნებადართული და აუცილებელი ბირთვული იარაღის გამოყენება. და დიდწილად ეს ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც ამ ქვეყანას ეგზისტენციური საფრთხე ემუქრება. ეგზისტენციური საფრთხე გულისხმობს იმას, რომ ყველანაირი სხვა იარაღი ამოწურულია, აი რაღაც რაკეტა ნასროლია, მაგრამ საფრთხე ვერ განეიტრალდა, რაღაც ყველაფერი გაისროლა სახელმწიფომ, მაგრამ მაინც საფრთხე ემუქრება, გადარჩენის საფრთხე ემუქრება და ამ შემთხვევაში ის იძულებულია გადავიდეს უკიდურეს ფორმებზე და ბირთვული იარაღის გამოყენებას. ცხადია ხა ირანის საკითხი და ირანის ომი ამერიკისთვის არ არის ეგზისტენციური საფრთხე, ხო? ირანი არანაირ ირანისთვის არის უფრო ეგზისტენციური საფრთხე ამერიკა ვიდრე ირანი ამერიკისთვის. ირანი ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებს უშუალოდ ამერიკას. კონტინენტს გულისხმობ, თორე ხა ბაზები აგერ გარშემო ხა ბაზები გაუნადგურა და ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო. მაგრამ უშუალოდ ამერიკის არსებობას ხა ირანი საფრთხეს ვერ შეუქმნის, ხა მოდი ირანის შესაძლებლობები არ გადავაჭარბოთ. და შესაბამისად ბირთვული იარაღის გამოყენება მე ეგრევე ჩავთვალე, რომ ეს იყო ძალიან რაღაც უფრო საინფორმაციო გაბუქებასთან მქონდა საქმე და ჩემს პოსტშიც დავწერე გუშინ, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა თქო. მაგრამ შესაძლებელი იყო უფრო რეალური სხვა ვარიანტების დანახვა დილით, აი მაგალითად ირანის სამოქალაქო და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განადგურება, ენერგოსადგურების, ნავთობიმების ობიექტების, ელექტროსტანციების სადგურების, წყლის ფილტრაციის ქარხნების, ანუ რასაც ქვია ცივილიზაცია, ხო, ეხა დენი თუ არა გაქვს, წყალი არა გაქვს, გაზი არა გაქვს, საჭმელი არა გაქვს, ეს უკვე ჰუმანიტარულ კატასტროფას იწვევს, ხო? ეს იყო ერთ-ერთი ვერსია და ტრამპი შეხოთაშორის ამითაც დაიმუქრა, რომ ის გაანადგურებდა ამ სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. მანამდე პოსში მან ის აღწერა.
ერთ-ერთი ყველაზე შესაძლო რეალური ვერსია ეს იყო. და პლუს ერთ-ერთი ვერსია ასევე იყო სახმელეთო ოპერაციის ჩატარება აი იმ კონკრეტულ ლოკაციებზე, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, საუბარია კუნძულებზე, სპარსეთის ყურეში, რომლის დაკავების შემთხვევაში შესაძლებელი იყო გარკვეულწილად ირანის მიმართ რაღაც იზოლების მექანიზმების გაჩენა. თუმცა ეგეთი ძალიან სარისკო იყო და ამაზეც ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, რომ ეს შეზღუდული ხასიათის ოპერაცია ძალიან დიდ მსხვერპლს გამოიწვევდა ამერიკელებში. აუცილებლად ყველაფერი და ჩემი აზრით აი ეს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის გადადგომა სწორედ ამ საკითხს უკავშირდება. ერთი კვირის წინ ამერიკის შტაბის ხელმძღვანელი გადააყენეს და ერთ-ერთი ვერსიით ის წინააღმდეგი იყო ამ სახმელეთო ოპერაციის და ამას მოყვა მისი დათხოვნა. და ასევე შესაძლებელი იყო რომ ეს ვარიანტის მომხდარიყო, რაც დღეს მივიღეთ. და ამაზეც დავწერე მე გუშინ, რომ საერთოდ არა გამორიცხული, რომ რაღაცა სამშვიდობო ტრეკზე, სამშვიდობო მიმართულებით წავიდეს მოვლენები. და მართლაც ეს მესამე ვერსია, რომელსაც ჰქონდა არსებობის საკმაოდ მაღალი ალბათობა და შანსი, ეს მოხდა. მოდი ახლა ამ შეთანხმების დეტალებზე ვისაუბროთ. აი რაზე შეთანხმდნენ მაყურებელს არ უნდა აერიოს ერთმანეთში საბოლოო სამშვიდობო შეთანხმება და ცეცხლის შეწყვეტა. ეხლა მოხდა შეთანხმება ორ კვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე. ანუ ერთმანეთს არ დაბომბავენ, ერთმანეთის ტერიტორიებს არ გაანადგურებენ ორი კვირით. და ჰორმუზის სრუტე ამ ორი კვირის განმავლობაში გაიხსნება ოღონდ ირანთან შეთანხმები და ირანის კონტროლის ქვეშ. კონტროლ ქვეშ. ანუ მხოლოდ და მხოლოდ ირანის კონტროლ ქვეშ. ანუ ირანი გაატარებს გემებს. ну ის რაც ატარებდა გარკვეულ გემებს, გაატარებს ამერიკასთან აფილირებულ გემებს, ამერიკის მოკავშირეების გემებს და ასე შემდეგ და რეგიონის სახელმწიფოების, არაბული სახელმწიფოების ტანკერებს. ეხლა ამ ორი კვირის განმავლობაში პაკისტანში, რომელიც შუამავლის როლს ასრულებს და ორივე სახელმწიფოსთან საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა აქვს შესაბამისად მოხდა ამ პაკისტანმა იკისრა ასე ვთქვათ ფასილიტაციის ფუნქცია. ამ ორი კვირის განმავლობაში მოხდება უკვე საბოლოო შეთანხმების ერთმანეთთან ამ ყველაფრის ორივე მხრის პოზიციების დაფიქსირება და რაღაც კომპრომისული ვარიანტის საბოლოო დადება, რომელსაც მე სამშვიდობო ხელშეკრულებას დაერქმევა. უყურე ახლა მნიშვნელოვანი რა არის. ორივე მხარეს, როგორც ამერიკას, ასევე ირანს აქვს თავისი მაქსიმალისტური მოთხოვნები, რომელიც ასევე გაჟღერდა და ღიად ეს ყველაფერი დაფიქსირდა. მაგალითად, ირანმა მალევე გამოაქვეყნა, როგორც კია ტრამპმა ეს დაწერა სოციალურ ქსელში, მალევე გამოაქვეყნა თავისი მოთხოვნები და ვკითხულობ. ირანელებს აქვთ 10 ძირითადი მოთხოვნა. პირველი ეს არის თავდაუსმელობის გარანტია, რომ მეორედ ვერ განხორციელდება მასზე თავდასხმა, ვერ უნდა განხორციელდეს. მეორე საკითხი არის ჰორმუზის სრუტის კონტროლის დატოვება ირანისთვის, ანუ ირანი გააკონტროლებს ამ თავისუფალ მიმოსვლას, ანუ მას ექნება ექსკლუზიური უფლება ამ სრუტეზე, რაც მას არ ქონდა. ამ მომამდე ირანს არ ქონდა ექსკლუზიური უფლება სრუტეზე და ყველა სპარსეთის ყურის სახელმწიფო იყენებდა სრუტეს. მესამე საკითხი ეს არის თანხმობა ურანის გამდიდრებაზე. მეოთხე საკითხი ეს არის ყველა სანქციის მოხსნა. მეხუთე საკითხიც ამ სანქციებს უკავშირდება. მეექვსე საკითხი არის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების გაუქმება, რაც ირანს ეხება. ასევე ბირთვულ რაღაც საკითხებს ეხება მეშვიდე პუნქტი. მერვე პუნქტი არის ირანისთვის კომპენსაციის გადახდა. მეცხრე პუნქტი არის ამერიკული საჯარისო ფორმირებების გაყვანა რეგიონიდან.
და მეათე საკითხი არის ყველანაირი საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა ჰეზბოლას წინააღმდეგ ლიბანში. ძალიან მაქსიმალისტური მოთხოვნაა, რომ დავაკვირდეთ, არის ისე ჟღერს გეგონება ირანმა ცალსახად გაიმარჯვა ომში და ამერიკამ კაპიტულაციას მოვაწერა ხელი, ხო რაღაც. ჰორმუზის სრუტის უპირობო ექსკლუზიური უფლებამოსილება, რომ მან მიიღოს მთავარი ბენეფიტები ამისგან, კომპენსაციის გადახდა, სამხედრო ობიექტების გაყვანა რეგიონიდან ცხადია, ხა ნაწილზე ამერიკა დათანხმდება, მაგრამ ბევრი რაღაცა ისე ჟღერს. ცოტა ისე დაუჯერებელია. მაგრამ ეს ხდება ხოლმე მხარეები მოლაპარაკებების წინ ყოველთვის მაქსიმალისტურ მოთხოვნებს აყენებენ და შემდეგ ხდება უკვე ლავირება და ერთმანეთთან შეჯერება. შემდეგ ამერიკელებმა უკვე თავისი 15 პუნქტიანი მოთხოვნები გააჟღერეს და მოდი ამერიკელების ეს პუნქტებიც წავიკითხოთ. პირველი ეს არის დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა ყველა ფრონტზე. ამერიკელები არ მიაყენებენ დარტყმებს ირანს და ირანმაც საპასუხოდ იერიში არ უნდა მიიტანოს არავისზე, არა მარტო ამერიკელებზე, ამერიკულ ბაზებზე, არავისზე, ისრაელზე, არაბულ სახელმწიფოზე და შემდეგ. მეორე პუნქტი ეს არის შეერთებული შტატების და ისრაელის დარტყმების აღარ მიაყენებს დარტყმებს ირანს, თავად ირანი და აშშ და ისრაელი. მესამე საკითხი ეს არის ირანული რაკეტების და დრონების დარტყმების შეწყვეტა, კონკრეტულად ეს წერია. მეოთხე არის სრული დეესკალაცია რეგიონში, მეოთხე მოთხოვნა. მეხუთე მოთხოვნა ირანის მიერ ურანის გამდიდრების პროცესის შეჩერება და შეზღუდვა. ირანი სხვა რაღაცას ითხოვს, ირანი პირიქით ითხოვს, რომ ურანის გამდიდრების ნებართვა მას ჰქონდეს, ამერიკელები პირიქით ამბობს, რომ გამდიდრების პროცესის შეწყვეტა. მეექვსე ეს არის მკაცრი საერთაშორისო ბირთვული ინსპექცია ირანის ამ ბირთვულ ობიექტებზე. ეს ცენტრიფუგების საკითხით, ესეც ბირთვულ იმაში გავატაროთ. მერვე პუნქტი არის ბალისტიკური რაკეტების შეზღუდვა, მისი წარმოების შეზღუდვა და ეს ძალიან სენსიტიურია ირანისთვის. მეცხრე საკითხი არის ირანის მიერ მისი რეგიონალური პროქსი ძალების მხარდაჭერის შეწყვეტა და ჰეზბოლა, ჰამასი და ბევრი კიდე ერაყშია და ხუსიტები და შემდეგ. მეათე პუნქტი არის საზღვაო მიმოსვლის იმის სპარსეთის ყურეში და ჰორმუზის სრუტეში ამის უსაფრთხოების გარანტია. მე-11 პუნქტი არის ასევე თავისუფალი მიმოსვლა ჰორმუზის სრუტეში. მე-12 პუნქტი არის ასეთი თანდათანობით მოხდება შეერთებული შტატების მხრიდან სანქციების მოხსნა ირანისთვის. მე-13 არის ტყვეების გაცვლა. მე-14 არის ოფიციალური სამშვიდობო მოლაპარაკებების გახსნა და მე-15 საკითხი არის პაკისტანის და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლების შუამავლობით ამ მოლაპარაკებების დაწყება. ეს არის ძირითადად რაზე უნდა მოხდეს ერთმანეთს შორის შეთანხმება. ცხადია, ეხლა ჩვენ წინასწარ არ უნდა გავუსწროთ მოვლენებს, იმიტომ რომ რაც არ უნდა ცოტა ისე ჟღერდეს, ნაკლებად სავარაუდოდ ჟღერდეს, საერთოდ არ არის გამორიცხული ორ კვირაში. მხარეებმა ვერაფერზე ვერ შეთანხმდნენ და ჩვენ კვლავ ვიხილოთ ესკალაციის მორიგი ფაზა. თუმცა ცხადია, ამის ალბათობა არის ძალიან დაბალი. თუმცა ამ ეს ალბათობაც არსებობს. ცხადია, არათან არა 1 და 2%-ით, საკმაოდ მაღალი პროცენტული მაჩვენებლით. თუმცა ძირითადად ეხლა რაზეც ჩვენ საუბრობ და რა პროგნოზით შეიძლება გააკეთდეს, როგორც ჩანს, ამერიკელებმა ჩათვალეს, რომ საჭიროა ამ კონფლიქტის უკვე დროული დეესკალაცია. და ეს ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ცნობილი ამერიკელი
სამხედრო მაღალჩინოსნის ფრაზა, რომ ამერიკელები ომს კი არ აგებენ, ამერიკელები ინტერესს კარგავენ. ამ შემთხვევაში რა მოხდა? ომი წააგეს თუ ინტერესი დაკარგეს? უყურე, ცხადი ახლა ომის წაგება ეს საკმაოდ ზუსტად აღწერადი მოვლენაა. ანუ ომის წაგება არის, აი მაგალითად ფაშისტური გერმანიამ რო წააგო მეორე მსოფლიო ომში, რაიხსტაგი აიღო იმან წითელმა არმიამ და დარჩენილმა სამხედრო ხელმძღვანელობამ კაპიტულაციას მოაწერა ხელი 9 მაისს. აი სა ომის წაგება. ან ომის წაგება არის კიდევ, რა ვიცი, მუსოლინი რო ჩამოახჩვეს იტალიაში და ანუ კონკრეტულ ქმედებებს გულისხმობს ომის წაგება. ამ შემთხვევაში ჩვენ ასე ცალსახად აქ ვერ ვიტყვით, რომელმა მხარემ ასე ცალსახად წააგო, რომელმა მხარემ ცალსახად მოიგო. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გარკვეული ის სტრატეგიული ამოცანები დავასახელოთ, რომელიც მხარეების მხრიდან იყო გამოცხადებული როგორც ომის მთავარი მიზანი და ამოცანა და მერე შევაფასოთ და გავაანალიზოთ ეს შესრულდა თუ ვერ შესრულდა. და ამის და მიხედვით ჩვენ შეგვიძლია მერე გამოვიტანოთ დასკვნა, რომელმა მხარემ უფრო მოიგო და რომელმა მხარემ უფრო წააგო. სანამ ირანიც არსებობს და სანამ ამერიკაც არსებობს, სანამ ორივე კონფლიქტში მყოფი მხარე თავისი რეჟიმებით, თავისი ხელმძღვანელობით არსებობს, ძალის პროექცირებას ახდენს, ხადდა ჩვენ ვერ ვიტყვით ალსახად ამან წააგო, ამან მოიგო. მაგრამ მოდი ერთად ვიმსჯელოთ. შეერთებული შტატების ინტერვენციით და დარტყმებით დაიწყო ეს კონფლიქტი. ხომ ასეა? კი, ეხლა შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ირანი მანამდე რაღაცა პროქსი ძალებით ებრძოდა ამერიკულ ბაზებს, ისრაელს ბომბავდა ჰეზბოლა, მაგრამ კონკრეტულად აი ეს ფაზა, ეს 40 დღიანი ომი დაიწყო შეერთებული შტატების და ისრაელის საჰაერო და სარაკეტო დარტყმებით ირანის ტერიტორიაზე. ნუ ეს ცალსახა ისტორია ამას ასე ჩაწერს, ხო? ეს კონფლიქტის ეს ფაზა დაიწყო სწორედ ამის ინიციატორი იყო შეერთებული შტატები და ისრაელი. და არავინ არ უარყოფს ამას, კაცო, პირველივე საათებში შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოვიდა ბრიფინგზე. ხო გვახსოვს აი ეს პირველი გამოსვლა ტრამპის და მან თქვა, რომ მომაკვდინებელი დარტყმა იქნა მიტანილი ირანის რეჟიმის ხელმძღვანელობაზე, მათი ძირითადი ნაწილი განადგურებულია, ირანი დამარცხებულია, ეხლა დროა ირანის ხალხი ქუჩაში გამოვიდეს და ძალაუფლება აიღოს ხელში. ეს იყო პირველ დღეებში ძირითადი მესიჯი. ასევე ჩვენ გვესმოდა სხვადასხვა მედიების და პენტაგონთან თუ ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებული პირების მხრიდან შეფასებები, რომ ეს კონფლიქტი ვერ გაგრძელდება თვეები და კვირეები, რამოდენიმე დღეში დამთავრდება, ვინაიდან აიათოლა მკვდარია, გენერლების დიდი ნაწილი მკვდარია და ნუ ირანი დიდი ალბათობით ვერ გაუძლებს ასე გამოიჩინება. ხო და შიგნით მოხდება რაღაც დესტაბილიზაცია და ხალხი აჯანყდება და ასე შემდეგ. ეს ვერ მოხდა. აიათოლას ლიკვიდაციის მიუხედავად ახალი აიათოლა იქნა არჩეული, უფრო ახალგაზრდა, მისი შვილიდან, რომელსაც ოჯახის წევრები მოუკლეს, დედა მოუკლეს, ძოლი მოუკლეს, მამა მოუკლეს, შვილიც შეეწირა, როგორც ინფორმაცია ვრცელდება ამ სარაკეტო დარტყმას და ნუ პირიქით ის შურისძიებით ახსავსე ადამიანია, რომელმაც თავადაც მიიღო ჭრილობები, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, კიდურები დაკარგა ამ სარაკეტო დარტყმის შედეგად. ნუ ამას ჩვენ ვერ ვუწოდებთ რეჟიმის შეცვლას. პირიქით, რეჟიმი კიდევ უფრო გამყარდა, გაახალგაზრდა, უფრო ახალგაზრდა, ახალი სისხლი შევიდა ამ ხელმძღვანელობაში და ვერტიკალში და ვერც ვიხილეთ ქუჩებში ოპოზიციის მომხრეების რაღაცა ტრიუმფი და გამოსვლა. პირიქით, ქუჩაში ვიხილეთ განრისხებული ხალხი, რომელიც სკანდირებდა ბომბები ეცემოდა და სკანდირებდნენ სიკვდილი ამერიკას და რელიგიურ რაღაცა მზად იყო სიკვდილისთვის. ხო, მზად იყო სიკვდილისთვის და შემდეგ. ანუ პირიქით ჩვენ ვიხილეთ
რეჟიმის სიმყარის პირიქით გაძლიერება, ვიხილეთ საზოგადოების კონსოლიდაცია რეჟიმის გარშემო და წინააღმდეგობის სხვადასხვა ფორმები. შემდეგ ეს კონფლიქტი, როდესაც გახდა ცნობილი გახდა, რომ რეჟიმის ცვლილება ასე ერთი დარტყმით, ორ დღეში, სამ დღეში ვერ ხერხდება, ამერიკელებმა გამოაცხადეს, რომ ჩვენ იმდენ ხანს დავბომბავთ ირანს, რამდენი ხანიც იქნება საჭირო იმისთვის, რომ მათ კაპიტულაცია გამოაცხადონ. და ეგეთი გამოთქმებიც იყო ამერიკელების მხრიდან, რომ აი ქვის ხანაში აღმოჩნდება ირანი და რაღაც მათ ყველაფერს გაუნადგურებთ. მათ შორის იყო საუბარი, რომ აი 90% ირანის სარაკეტო და დრონების რესურსების უკვე განადგურებულია, მათ იარაღი აღარ დარჩებათ და მალე საპასუხო დარტყმებსაც ვეღარ მიაყენებენ ამერიკელებს და მის მოკავშირეებს. ეგეთი განცხადებებიც მუდმივად კეთდებოდა, აი რაკეტები დაეცლებათ, ეს დაეცლებათ, იმას გაუნადგურებთ, რაც თავიდანვე ჩვენც ვაჟღერებდით, რომ ეს ნაკლებად დამაჯერებელია, იმიტომ რომ ირანი ამ ომისთვის ემზადებოდა ათეული წლის განმავლობაში. ბუნკერებს თხრიდნენ, ამ იარაღის მარაგებს ამზადებდნენ და ცხადი ხა ორ კვირაში და სამ კვირაში ათასობით რაკეტა, ათეულობით ათასი დრონი ირანს არ ამოიწურება, პლუს დიდი ალბათობით მისი მოკავშირეები მას მიაწვდიან ამ იარაღს და ან თავიდან გააკეთებს ამ იარაღს ბუნკერებში. არ დაგვაუგეს რომ ირანი არის უზარმაზარი ქვეყანა, ხო, ეხლა რა უნდა? უკრაინა თუ ახერხებს ირანზე სამჯერ მცირე პატარა ქვეყანა რაღაც იარაღის წარმოებას, ირანი რატომ ვერ მოახერხებს, ხომ ასეა? შესაბამისად ეს ამოცანაც ვერ შესრულდა. პირველი რეჟიმის ცვლილება ვერ შესრულდა, მეორე ირანის სამხედრო პოტენციალის განადგურება ვერ მოხერხდა და მესამე, იყო მოლოდინი, რომ თუ ირანს მიაყენებდნენ ეკონომიკურ ზიანს, აი მაგალითად მის ინფრასტრუქტურას გაანადგურებდნენ, ამით გამოიწვევდნენ შიდა კრიზისს, ეკონომიკურ ჰუმანიტარულ კრიზისს და შეიძლება ამას მოყოლოდა გარკვეული შიდა დესტაბილიზაცია ან შეთანხმებაზე წამოსვლის თუნდაც მცდელობა. და ამაზეც ირანის პასუხი იყო, რომ თუ თქვენ დარტყმას მიაყენებთ ჩვენს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ჩვენ ანალოგიურად გავანადგურებთ თქვენი მოკავშირეების ანალოგიურ ინფრასტრუქტურას. ანუ თუ მაგალითად ამერიკა და ისრაელი გაანადგურებდა წყლის ფილტრაციის ქარხანას ირანის რომელიღაც პროვინციაში, ზუსტად ანალოგიურ ქარხანას გაანადგურებდა ირანი ქუვეითში, გაანადგურებდა საუდის არაბეთში, ბაჰრეინში, ყატარში, გაერთიანებულ ემირატებში, რომლებიც ამერიკის მოკავშირეები ითვლებიან და პლუს იქ ამერიკული ბაზები დგას. და ეგ უკვე საკმაოდ ეს უკვე არ იყო ისეთი საკითხი, რასაც გვერდს აუვლიდა ამერიკა, იმიტომ რომ ხა თქვენ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ იქ მილიონობით ადამიანი ცხოვრობს, თვითონ ამ რეგიონში ასეულობით მილიონი ადამიანი ცხოვრობს და იქ ამ ასეთი სახის ინფრასტრუქტურის განადგურება ნიშნავს შიმშილს, ნიშნავს წყლის დეფიციტს და უზარმაზარ რაღაც ჰუმანიტარული მასშტაბის კატასტროფებს, გადაადგილებებს, მიგრაციებს და ასე შემდეგ, რაც ტრამპისთვის არ იყო საინტერესო ამ მონაკვეთში ყოველ შემთხვევაში. ამ მუქარამაც ვერ იქონია გავლენა ირანზე. ბოლოს იყო უკვე საუბარი იმაზე, რომ თუ ჩვენ საჰაერო დარტყმებით და რაკეტების სროლით ირანს ვერ ვამარცხებთ, ანუ დისტანციური ზემოქმედებით მის წინააღმდეგობას ვერ ვახშობთ, მაშინ შეიძლება სახმელეთო ოპერაცია განხორციელდეს. და ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეზღუდული ხასიათის და რაოდენობის სახმელეთო კომპონენტების მობილიზაცია ხდებოდა რეგიონში, საზღვაო ქვეითების, მოერიშეების და ასე შემდეგ, თუმცა ეს ყველაფერი მაინც არ იყო იმ მასშტაბის და ჩვენც ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, ანუ იმ რაოდენობის და მასშტაბის, რასაც შეეძლო კარდინალურად შეეცვალა ამ ომის ასე ვთქვათ, ალგორითმი ამერიკის სასარგებლოდ, 10,000 ჯარისკაცი ვერაფერს ვერ უზავდა ირანს, თუნდაც
რაღაცა პროვინციასაც ვერ აიღეთ, რაღაც კუნძული რომ აეღოთ იმ ჯარისკაცებს, მათ დიდი მსხვერპლის მიღება მოუწევდათ და ასევე იმის კონტროლით ცხადია დიდ რისკებთან იქნებოდა დაკავშირებული. შესაბამისად, ამერიკელებმა როგორც ჩანს ჩათვალეს, რომ ჩიხში შედიოდა ეს კონფლიქტი, ანუ უკვე იმ არსებული ინსტრუმენტებით, რომელიც ამერიკას და მის ხელმძღვანელობას გააჩნია, ამ ინსტრუმენტებით შეუძლებელი იყო ირანის წინააღმდეგობის გადალახვა და მისი დაყოლიება რაღაც დათმობებზე ან კაპიტულაციაზე და მოხდა ამ ფორმით გარკვეული ლოგიკური ჩემი აზრით და ჩვენ თავიდანვე ვარაუდობდით რომ ერთ-ერთი სავარაუდო სცენარიც ეგ იქნებოდა ჩვენი ფორმატის გადაცემაში მე და შენ ერთხელ თქვით რომ სავარაუდოდ ასე დამთავრდებოდა ეს ამ მიმართულებით წავიდოდა ეს კონფლიქტი და დავის ლოგიკურ პროგნოზს რაც თქვით ამას უკვე ეს ხორციელდება